დინამ შვიდობის. რაფერ ხართ ხალხო? საათს არ დაგანახებთ, იმიტომ რომ დილა შვიდობის რო გითხარით შევწყვებოდა ეხლა. აი, ჩემთვის დილა ეხლა არის. კვირა დღეა, ბოლო დღეა რომ ანუ არა ხვალე მუშაობ. ბოლო დღე არის იმისა, რომ შვერილი მაქვს. რომ ვინებივრე რა ამ კვირაში, იმიტომ რომ ხვალე ვმუშაობ, პლუს სკოლა. ხოდა. ვიბაირამე. კაი გემრიელად მეძინა და დილას ხედავდი სეზმარს. მე და ნინო ვიყავით სადღაცას ვყავდა ბავშვი, თან სათამაშო სიტუაცია იყო. ანუ როგორც აი კარუსელები და ეგეთები, თან საშიში რა თამყავდა ვერ გავიგე. ხო, ბევრი ჩვენი ნაცნობი იყო ვითომ რაღაცა და მომიწია ნინოს დატოვება. დავიტანჯი ხალხო დილას. ანუ თან უთხარი რომ მეთქი რაღაცის რიგში ვიდექით მე და ნინო რომელიღაცას კარუსელის ალბათ რა ვიცი ეგე მახსოვს და თან ვიცი რომ ეს არის საშიში მე არ უნდა დავიჭირე თან ეგეც ვიცი და ნინოს უნდა ხო და ისა მოდი მეთქი კაი მე ვიღაცამ დამიძახა თუ მოკლედ უნდა გამოსულიყავი მე იმ რიგიდან და ნინოს უთხარი დავარიგე რა შვილო მეთქი რომ თუ მეთქი შეგეშინდება მეთქი თვალები დახუჭე მეთქი ჩემი ის ვასწავლე რა ბავშვობაში რომელიღაცაზე რომ დავჭდებოდი ხომ და ან სისწრაფის ან სიმაღლის მეშინო და თვალებს ხუჭავდი ხომ და სანამ არ დამთავრდებოდა აღარ ვარ ანუ ეგ ვასწავლე ბავშვს და ეხავე მოვალ თქო რა ანუ თუ ვერ მოგისწარი და დაჯდები მეთქი თუ რაღაცა ესე არა და საფანი მაგრად მეფარა ხო და გამოვედი არ ვიცი რაზე გამოველი რატო და მე ხო ვეღარ ვიპოვე ნინო ეს დილით ეს ხდება დილით 9-დან 9-დან 10-მდე სიძბარში ხო და ვერ ვიპოვე რა მე ვითომ სხვა გზა იყო საპოვნელი კიდე სხვებმაც დაკარგეს ვითომ ერთად ვეძებდით ზოგმა იპოვა მე ჩემი რიგი რო შემოვიდა რომ ნინო და მეპოვნა ვერ ვიპოვე ხალხო სხვა ბავშვები იყვნენ ნინო არ იყო ხო და ამასობაში გამეღვიძა გაიგე თუ ლაშამ გამაღვიძა ხო რომ ხორცი ამოვიღაო და ისა სადაც პირველისთვის რომ მზად იყოს ორისთვისო ისე მოხარშო რა ხაშლამაო და მოხარშო და დღეს ხორციელის ბოლო დღეა და ეგრე წოდებული აღება ხდება ხოლმე ხორცის და ნინოს უნდა და მწვადი და მწვადიც უნდა შევწვადე ხო და ამ თემაზე გამაღვიძა რა და რომ გამაღვიძა ანუ ხო მივხვდი რომ ხა ის სიზმარი იყო და ეს რეალობა გავმიჯნე და ესა ხო მეთქი კაი რაღაცა მივაძახე და ესა აი მეთქი უნდა დავიძინო ხა ისე ჩემ თავსთან ვიყავი ესე რომ კი ვიცი მეთქი რომ ის სიზმარია და ბავშვი ხა საწოლში წევს მეთქი მაგრამ იქ უნდა ვიპოვო და ანუ იმდენად ჩამრჩა რომ ის ბავშვი ვერ ვიპოვე მე ხა რა თქმა უნდა ვეღარ გავაგრძელე ის სიზმარი და დარჩა ისე რომ ნინოს სიზმარს დავკარგე ხო და გამეცინა ჩემ თავზე რა მე რომ ანუ ჯინაზე ვიყავი რომ უნდა ვიპოვო თქო ხალხო ეს არის შოპ მარინას კაბა აუ იცი რა კარგია ეს კაპიშონი არ არის ესეთი ყელი აქვს ანუ კაპიშონი არ არის კაპიშონი რო კონდეს ვაფშე მაგარი ხალხო მაგრამ არ არის კაპიშონი და არის გრძელი რა ეხარ ვაღარ ავდგე ესეთი ბოლომდე გრძელია თბილია ჯერჯერობით სეზონურია ხო და ესა განახოთ აქ ხარ მაგ დილას ნახე სარიცხი ნახეთ ქარია და აქ შეხედეთ აი ეს ზოგი წუხანდელი და ზოგი დილანდელი შემოტანილია გუში ბევრი დავფინე და რაღაცებს შპილკები არ იკეთა და მეთქი არ ჩამომიბრძღნასთან თეთრები იყო რაღაცეები შემოვიტანე და დილას უკვე ესე შემოვიტანე რომ ქარი რო ძლიერდებოდა მეთქი უეჭველი ჩამომიყრის და ცოდოობა თქო ამის მესამე დღე ველოდები დაშრეს თქო ხო ეხა ვიდეოს კი ვწერ მაგრამ ატვირთვით არ ვიცი რამდენად ავტვირთავ იმიტომ რომ ინტერნეტი არ არის
ანუ ის არის, დენი არის, ინტერნეტიც არის, მაგრამ დაკავშირებულია ინტერნეტის გარეშეო, ხო იცი ეგეთი სიტუაცია რა. აი მაგ სიტუაციაში ვართ. იმედია მალე მოვა. და ისა ვიდეოს ატვირთვასაც შეძლებ. ბავშვებთან მინდოდა დილით დარეკვარო, სანამ მეთქი წავლენ, გავლენ, ან საჭმელად ჩავლენ, ან რაღაცა. დაველაპარაკოთ ხო რა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მერე გადიან ხოლმე სასრიალოდ რა და. ყავა მინდოდა რატომღაც და აი ხა მესია მონა. ოღონდ პატარა ჭიქით, აღარ გავაკეთე დიდი ჭიქით, აღარ გავაუბარაქოვე. ვიდრე მე უღურე ხოლმე. და გამოვახე მაცივარი და დავინახე რძე რა, წინა კვირას ლაშა რძე მომიტანა 5 ლიტრა თუ რაღაც და ესა გამახსენდა რომ ბიცოლა ჩემი მეუბნება ხოლმე რომ რძე კაია, ან ისა ცივი რძე არის ძალიან მაგარიო რა. და ადრე გასინჯული მაქვს და გამოვიღე, ხოდ ვერ გავრისკე ისე დალევა და ერთი პაწა წინა კოვზი შაქარი მაინც ჩავიყარე. უშაქროთ ვერაფერს ვერ ავსო. ისეთი კაი იყო ეს ცივი რძე დავლიე. ხო რა შეეხება ფეხს. ფეხი გუშინ მთელი დღის მანძილზე არ ამტკივნია. არ ვიცი რას დავაბრალო, რომ დავისვენე კარგად და მაგისი ბრალია თუ ანუ რა მოხდა რა, რატო აღარ ამტკივნა. თუმცა იმ წერტილში, აი ოდნავ მაღლა ის სადღაც აი აქ ძვალი რო არის, აი ქვედა კიდურის ძვალი როა, აი ძვალი, აი კონკრეტულად ძვალი და ქვემოთ ის რაღაცა მტკივა და აი რაც მტკიოდა ის წერტილი ქონდა, აი გრძნობდი როგორც აი სიმძიმესავით რა, არ მტკიოდა, მაგრამ აი ვიცოდი რომ იქ რაღაცა მქონდა. მთელი დღის მანძილზე, ანუ საერთოდ არ გამჭვალულა რა, ფეხი აი როგორც მტკიოდა, ოდნავადაც კი საერთოდ არ ამტკივნია, ის საერთოდ და ვიმედოვნებ ძალიან რომ წამლის შედეგია ეგ. ხო და დღესაც ახლა ისე ძალიან არ და კი მაქვს ახლა რაცაც ყოველდღიურად ვაკეთებ მტრები მაქვს რაღაცა და მაგრამ მაგას რო ვაკეთებდი მაინც მტკიოდა რა. ხო და ეხლა არ ვიცი გუშინ მართლა დავისვენი აი საქმე როგორ ვაკეთე იცი? არ ვაკეთე რა ფაქტიურად რა, უბრალოდ ეხლა რაც საწოლები იყო და მილაგება ეგ, დანარჩენი ისეთი მართლა არაფერი მქონდა და არც არაფერი გამიკეთებია მთელი დღის მანძილზე. მთელი დღე ხან ვიწექი აქეთ, ხან ნინო იწვია, ეს სასაცილო და მე ერთმანეთს დავცინოდით რომ რა მთელი დღე წევართო რა. რაშაც რო გასული იყო მთელი დღე და ისინიც არ იყვნენ სახლში, არც წეკვა ჰქონდა ნინოს. ხო და აბა ვნახოთ, ხა ხვალე მუშაობ და რას იზავს ფეხი. ხვალე როგორც მახსოვს ტორპები მაქვს. მაქვს თუ არ მაქვს ჩემი სამუშაო დღეა და თუ არ ჩაველი შეიძლება ამომივარდეს ის ჩემი უფროსი გუშინდა დღეს კახეთშია წასული. გონი წნორში თუ არ ვწდები. არა, კახეთში როა ვიცი, მაგრამ აი კონკრეტულად რომელ წერტილში ეგ არ მახსოვს დარბაზი არის, ნათლობაში წავიდა. და იქ თავისი ნათესავის ის არის დარბაზი რა. გეცოდინებათ კახელებს დარბაზი ქირავდება ლამაზად, თავის საკუთარი ხელით გაკეთებულია ყველაფერი ამ ადამიანს ქვა, თიხა, რა ვიცი, ის ფერადი ისინი ძალიან ლამაზად რა. ძალიან მინდა, იმდენად მინდა, მაგრამ ოდესმე მართლა გავაკეთებ ამ ქვას, ბიტონს, რაღაცებს, ხო პატარა მცდელობები მქონდა, მაგრამ მერე ვეღარ და ვეღარ ვახერხებდი ხოლმე რა და სანამ ამოვწურავ ჩემი სიცოცხლის ბოლო წლებს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემ სეზონში იყოს ქვით მოპირკეთებული ბევრი რაღაცა. აი იმდენად მიყვარს ქვა, ხე, ქვა და ხე მიყვარს უზომოდ. და რადგან ეგ არის ხოლმე მძიმე, რთული და ცოტა ძვირი სიამოვნება, ამიტომ მაგ ყველაფერს ვცვლი ხოლმე ქაღალდით.
დეკორაციებში ხოლმე. ამიტომ ქაღალდით ძალიან მიყვარს. ქაღალდით მუშაობა. აი ასე. ეხლა ამ ვიდეოს შემდეგ დავდგები ქალივით, დავკეცავ სარეცხს, რაც დასაუთებელი არ არის, დავაბინავებ და დასაუთებელი რაც არის, დავაუთოვებ. ოღონდ ინტერნეტი რომ მოვა, იმიტომ რომ მაქვს დასკრინული რაღაცა ფილმები, რასაც უნდა ვუყურო. აი ეს უნდა განახოთ უბრალო მოკვდავივით როგორ არის მაშინ რა ქვია გე. ჩემი უფროსი უბრალო მოკვდავივით მეტროში. ხო და რა უნდა მეთქვა? ხო, ფილმები უნდა მენახები. ივანე და ბიჭები. დავსკრინეს თოი. ხო, აი ეს სერიალი ასავარაუდოდ, ვისაც გაქვთ თურქული ის არის სერიალია სავარაუდოდ. Sandokan Netflix-ის არის. ჯან იამანი რო არის, ვისაც გაქვთ ის სერიალი ნანახი, ნაადრევი ფრინველი, ხო იცის ბიჭი მონაწილეობს. ოღონდ ცოტა რაღაცა ძველი დროისა უფრო რა. მაგრამ ეს სახეები მომწონს სერიალებში რა. ხო. ეგ მაქვს დასკრინული და მანდ მაქვს კიდე უკანასკნელი მონადირე ის გამოდის. აქვე მოტლეპილი კაცი როა. ფორსაში რო გამოდის, ხალხო გამახსენეთ რა ქვია. ეგა ხო თქვენ რომ მიხვდით ეგა ვენ დიზელი? თუ სწორად თქვენ მე მგონი ეგ არის. ხო და TikTok-ზე რომ ხდება ხოლმე პატარა მომენტები, თარაც შემხდე ხა აშკარად ახლებია, იმიტომ რომ მათი ფილმები ყველა ნანახი მაქვს. ხო და TikTok-ზე რაღაცა მონაკვეთები ხდება, მე ვსკრინავ ხოლმე, რომ მე ვეძებ აქ პირატულ საიტებზე და ხშირ შემთხვევაში ნათარგმნი არის ხოლმე და რომელიღაცა ხო იქნება. და მაგის თანხლები იმით გავაკეთებ უთოს ვიმუშავებ. ბევრმა თქვენგანმა პირაჩიც მომწერეთ ფეხთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომ ხარ შეიძლება ის იყოს, შეიძლება ის იყოს და მართლები ხართ, იმიტომ რომ რაღაცა იწვევს აშკარად, ჯერ მეგონა რომ ეს სისხლის ამბავი იყო და ან ზოგადად ხო კორონას შემდეგ 90%-ის შედედების პრობლემა აქვს, უფრო სწორად უსქელდება და რამდენი ახალგაზრდა ჯვარისწერი იყო ეს რამდენი ახალგაზრდა გაისტუმრა იმ ქვეყნად ტრომბმა. ჩვენ სოფელში ძალიან ბევრი, აი ძალიან ბევრი, თან იცი როგორი ხალხი, აი ხარებივით რო იყვნენ დიდები და რო შეხედავდი და აი ამას რა წააქცევს რო იტყოდი, აი ესეთი ხალხი ყავ გასტუმრებული ჩვენ სოფელში ტრომბს. ხო და რატომღაც მეგონა რომ ეგ პრობლემა მქონდა რა. მაგრამ საერთოდ არაფერი, ანუ არცად არაფერი, ყველაფერი მაქვს ნორმაში. ყველაფერი, მაგრამ ფაქტია რაღაცა ამბავია. ფიქრობ ნერვია ეხლა. სადღაცას გამეჭედა. ხო და ეგ იწვევს რა და ნახოთ ეხლა იმ პერიოდში ეს წამალი რას იზავს, ერთი თვე უნდა დავლიო და მე რას იზავს რა და არ მინდა უბრალოდ რომ ეხო კი არაფერს არ აშვება რაღაცა, მაგრამ მეტად დასხივება და რაღაცა ჯერჯერობით არ მინდა რომ მივიღო. მაგრამ აუცილებლად ამ ფეხის პრობლემას ბოლომდე მივიყვე. ვაპირებდი კიდეც ხო გახსოვთ თქვენც რომ მითხარით რომ ფეხი არ გადაიღო მარტო და იქ ხერხემლიდან არის და მაგდას უკრამდე მიველო მთლიან ხერხემალზე უნდა დამეწყო რა. მაგრამ კიდე კაი რომ რენტგენი არ გადავიღე და დროულად აღმოვაჩინე რომ ველოდებოდი პატარას. იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება რენტგენი მაგ დროს. და ფეხის პრობლემა გადაიწია ცოტა და ეხა სხვა რაღაცას მივდებ. ეხა ესე რომ ჭიმავ ფეხსა, ესე რომ ჭიმავ, აი
აშკარად ნერვი, აი სადღაცას, აი თან რომ ვერ ვეტყვი ჩემ თავს, აი სად? აი სადღაცას მირტყავს. გოკი. უი, გოკიზე ხო გითხარით რაღაცა მოუვიდა მეთქი 6-7 დღის წინ. ღამე რაღაც ეპილეფსიური შეტევა რო დაემართა. ხო იცით? და მეგონა რომ მოკვდებოდა. ღამე 4-ზე თუ 5-ზე. ვეღარ დგებოდა და ფარტხალებდა. და ვიფიქრე რომ всё თქო რა ეს ხვალი აღარ დამხვდება რა. ტახტზე დავსვი და ბალიში ესე აი ესე ცერად მივაყუდე რომ აი აქ შუაში კუთხეში ადგილი ჰქონოდა რომ აღარ ამოყირავებულიყო რა. რომ გული უსკდებათ მე. დილით შვენივრად დამხვდა და ეხლა შვენივრათა გაგანებს აგეით. 6 წლისაა ხალხ. მე 7 წელში გადადის. ჩემი პატარა ჩიტუნია. რომელი საათი? 12:09. ეხლა ჩავალ დავდგავ ხორცს. წინაზე გავაკეთე ესე რა, რომ მოუხარშე. ხარშვაში რო წავიდა და უკვე ცოტა რო ეკლდა 10 წუთი. ვაყრი პილპილის მარცვლებს, ნიორს, რამდენიმე კბილს, 2-3 კბილს, ხავს მთლიანს, მარილს და მთლიან წიწაკას ვაგდებ წითელს. ხმელ წიწაკას. და გარცხნილ გარეცხილ კარტოფილებს. ხო და ძალიან მოეწონათ ეგა და ისევ მაგას ვაკეთებ. მე დიდად მიყვარს მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ იმ დღეს გემრიელად ვჭამე 1 ხორცი და 1 კარტოფილი უფრო გემრიელია მაგ დროს რა. იფუშება ამ ხაშლამის წვენში შეიხარშება ძალიან გემრიელია. უნდა გავაკეთო და რომ მოვლენ წვაც თვითონ შეწოვენ და რომ მოვალაშა. ბიძინაც აქ არის უკან მუშაობს ჩემო მთელი ყავა გადაუტანე. მე ლაშა ბიძინა და ნინო ვიმწვადავთ. 4-ეული. აი ასე. ამას ახლა მივდგავ ნახევარი დავლიე და ნახევარს აღარ მინდა. გადაღურა მენანება, ამიტომ რადგან უნალექოა თავისუფლად იმას ვიზავ. შემიძლია დავდგა მერე და საღამოს თუ მომინდება დავლიო. აი ასე. 12:09 ინტერნეტი ისე არ არის. ველოდები ერთ ცეკვას კიდე ეკამ დადო ჯვარულის ჯგუფში ცეკვები, მაგრამ ერთი ცეკვა ქალაქური არატვირთულა, რაშიც ბარბარეც მონაწილეობს, თუ სწორად მახსოვს, არ მახსოვს. ხო და აუ ძალიან გული მწყდება, რომ ცეკვებს ვერ ავდებ მე YouTube-ზე. ძალიან გული მწყდება, რომ თლიან იმას გადავიღებდი ხოლმე და იმას დავდებდი. Facebook-ზე ვდებ ხოლმე თვითონ ჯვარულის ის ვარ და ჯვარულის ჯგუფში ვდებ ხოლმე და არ არის პრობლემა, მაგრამ YouTube-ი ქართულ მუსიკას რო იგებს უმრავლეს შემთხვევაში 99.9%-ით ბლოკავს, თან არა თუ ბლოკავს, არა ეგრევე საჩივარი იწერება. იმდენად YouTube-ის ბრალი არ არის ახლა ეგ საავტორო უფლებები აქვთ დაცული ქართველებს მუსიკებზე და მაგიტო. მithumetes აი შიდა ხორცში რო გადის ეგ მუსიკები. აი ასე. ამ დროს ცოტა იზმათა ვარ ხოლმე ენერგიულად. აი 12-ს რო გადასწყდება ენერგიას ადმინდის ვერ ვიგებ. არი ხავდგები. ჯერ ხორცს დავდგავ. მე ტანსაც ვერ დავკეცავ. მე ამაებს ლამაზად დავალაგებ და ტვერსასრუტს გამოუსმევ და მტრებს გადავწმენდა. აი ეგ რო ჩავწიო დროულად დროში 1 საათი უნდა. არც კი. მაგრამ მთელი დღე რატომ ეწელება ხოლმე? დღეს მინდა გამოვწმინდო ხოლმე.
ხშირად აღარ წმენდა ხოლმე იატაკს, იმიტომ რომ მტვერსასრუტი ისეთ საკეთებს და ისეთ იღებს ხოლმე რომ რა ვიცი. მაგრამ ეხლა კვირაში ერთხელ, ორჯერ მაინც წმენდა ხოლმე რა და ეგ პერიოდი უწევს ეხლა გამოწმენდა რომ და იატაკს და გამოწმენდა. ოღონდ ზაფხულში უფრო ხშირად ხოლმე რა თქმა უნდა ხან ყოველ დღე ხან ყოველ მეორე დღე, იმიტომ რომ ფანჯრები ღია, კარი ღია, მტვერი შემოდის და მტვერსასრუტმა რაც არ უნდა აიღოს, მაინც ის არის ხოლმე რა. მტვერი არის ხოლმე. ზაფხული მინდა. არა, გაზაფხული მინდა ჯერ. ზაფხული არ მინდა, გაზაფხული მინდა. დღეს არის 14, ხო 15. ვაიმე გუშინ, ვაიმე ხარ ერთმა მომწერა, რატო არ მოგილოცეო ისაო სიყვარულის დღეო. რა სიყვარულის ხარ? ვალენტინობა რა სიყვარული? მე სიყვარულის დღეება ეგ დღე. სიყვარულის დღე ყოველთვის არის, თუ სიყვარული გინდა, რა თუნდა მაგას დღე, ჟამი და რიცხვი. ხო და ეგ არ არის სიყვარულის დღე. ეგ არის წმინდა ვალენტინის რა, კაცს რო კაცი უყვარდა, ეგ უნდა მოგილოცოთ? მე დღეს გილოცავთ სიყვარულის დღეს. ალბო გილოცავთ, ეგ მოგილოცავთ, მაგრამ კონკრეტულ 14-ში არ მოგილოცავთ. არც 15 აპრილს არის მე მგონი, ხო, კიდე მეორე. ხო, ეგ არ მიმაჩნია. მოსალოც დღეთ, ასე რომ რა ვის როგორ. ხო და მაგიტო არ გილოცეთ. წავედი ახლა ბედნიერი დღე ყველას. ვიდეო საუცილებლად ჩავწერ მარინაში რაც ვიყიდე. უბრალოდ ცოტა ამ ტანსაცმლისგან გავძვრე. გავთავისუფლე, რომ მეორე ვიდეოს ჩავწერ. ოღონდ რა უყო, ვერავტვირთავ. აი ხა მობილური ინტერნეტი რო ჩავრთო, იმდენად ნელა მისიკვდილდება მობილური ინტერნეტით ვიდეოები, რომ შეიძლება ამ შუქმაც მომას, შუქმა კი არა, ინტერნეტმაც მომასწროს და მე მომიწიოს მაინც იმ ინტერნეტზე გადასვლა. ანუ მაგიტო არ ვტვირთავ ხოლმე რა მობილური ინტერნეტს არ ვიღებ ხოლმე. თუ რამე მნიშვნელოვანი არ არის. ძალიან ნელა მუშაობს. ძიმედ მუშაობს. ხო და წავედი ახლა თქვენიცით ბედნიერი დღე ყველას. კარგად იყავით.